საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ახალ ეტაპზე გადადის. ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარების მეორე ფაზა დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგ ნავსადგურის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს საუბრები პორტების გაფართოებაზე, ანაკლის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობაზე, ასევე რკინიგზისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე. რაც საქართველოს რეგიონული სატრანზიტო ჰაბის პოზიციებს კიდევ უფრო ამყარებს. ამ ფონზე იზრდება ტვირთბრუნვას და მოთხოვნა შუა დერეფანზე. რამდენად მზად არის ქვეყანა გაზრდილი ტვირთნაკადის მისაღებად, რა შესაძლებლობებს ქმნის მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და როგორ აისახება საერთაშორისო ლოგისტიკაში არსებული გამოწვევები, მათ შორის ჰორმუზის სრუტის გარშემო განვითარებული მოვლენები მთლიანობაში ამ სექტორზე. ვცლად სტუმართან, სახმელეთო ასოციაციის ხელმძღვანელთან ირაკლი ნემსაძესთან ერთად ვისაუბრებთ, რომელიც ბათუმიდან გვერდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემის ჩართვისთვის. ჩვენი საუბარი მინდა დავიწყო გუშინ საქართველოს ეკონომიკის მინისტრისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების შეხვედრით. რა მთავარი საკითხები იყო ამ შეხვედრაზე განხილული? რა თქმა უნდა, აუცილებლად ისაუბრებდით გადაზიდვების მიმართულებაზე, შუა დერეფანში, საქართველოს როლზე და პოტენციალზე, თუმცა უფრო ვრცლად რომ გვითხრათ, რა იყო ის საკითხები, რომელიც დასვით ბიზნესმა და როგორი იყო სამინისტროს პოზიცია? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. გუშინ გამართული შეხვედრა ფაქტობრივად იყო პრეზენტაცია ეკონომიკის მინისტრისგან განხორციელებული და უახლოეს საშუალო პერსპექტივაში განსახორციელებელი ღონისძიებებისა, რომელსაც გეგმავს მთავრობა განახორციელოს ქვეყანაში იმ ასე ვთქვათ დეკლარირებული მიზნის მისაღწევად, რასაც ქვია შუა დერეფანში საქართველოს არა მხოლოდ ტრანზიტული ფუნქციის, არამედ ლოჯისტიკური ჰაბის ფუნქციის შეძენისა და დამკვიდრების მიზნით. ბუნებრივია, საკითხები მრავალფეროვანი იყო, ჩვენი კითხვები ძირითადად ეხებოდა ჩვენი პროფილის მიმართულებით დაზუსტებებს, აი ამ გეგმების ვადებს, მისი განხორციელების გზებსა და საშუალებებს. ბუნებრივია, ზოგადად განხილული იყო, რომ ჩვენ გვაქვს ესე ვთქვათ სატრანზიტო ფუნქცია, რომელიც გულისხმობს პორტების ტვირთ მიმღებლობის გაზრდის აუცილებლობას, რკინიგზის გამტარუნარიანობისა და ტვირთ გადაზიდვის შესაძლებლობის გაზრდას, საავტომობილო გადაზიდვების, ასე ვთქვათ, ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოგვარებას, საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით აეროპორტების ტერმინალების სიმძლავრეების გაზრდასა და მომზადებას. აი ამ საკითხებს შეეხებოდა და ძირითადად ასე ვთქვათ, გუშინდელი შეხვედრა ძალიან ესეთი იყო საინტერესო, ძალიან იმედის მომცემიც გაჩნდა, ასე ვთქვათ, შეგრძნება. პირადად მე მქონდა, რომ საუბრის ეტაპიდან თანდათან გადავდივართ მოქმედების ეტაპზე და ეს ძალიან იმედის მომცემია მათ შორის ჩვენთვის ბიზნესისთვის. კი ბატონო, ეხლა მივყვეთ თანმიმდევრულად, მე და თქვენ ბევრჯერ გვისაუბრია იმ გამოწვევებზე და იმ სერიოზულ პრობლემებზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს. თუმცა ის, რომ საქართველოს შუა დერეფნის არეალში ერთ-ერთ მთავარ ქვეყანას შეუძლია ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, ეს ყველასთვის ცხადია. აქამდე არსებობდა დაუშვათ იგივე პრობლემები ფოთის პორტთან მიმართებაში. გუშინ უკვე ოფიციალურად ნავსადგურის მეორე ფაზის მშენებლობა დაიწყო. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის სრულ ექსპლუატაციაში შესვლა ეს კიდევ დამატებითი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ანუ შეგვიძლია იმის თქვა, რომ საქართველოს შუა დერეფნის ნაწილში იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რომელიც რეალურად ჩვენს პოტენციალს სიტყვიდან, როგორც თქვენ თქვით, საქმის უკვე ლაპარაკიდან რეალურ საქმეზე გადაიყვანს. კი ბატონო, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ჩვენ ამ საკითხებზე არაერთხელ გვისაუბრია სხვადასხვა ფორმატში და მნიშვნელობასაც ვაცნობიერებთ ამ საკითხისას. გუშინ როგორც აღნიშნე, დამიჯდა ესეთი განცდა, რომ ჩვენ ნამდვილად გადავდივართ აქტიური მოქმედების ესე ვთქვათ ფაზაში. ძირითადი ამოცანა, რაც არის საქართველოს როლის დამკვიდრება შუა დერეფანში, გულისხმობს რიგი საკითხების გადაწყვეტას და მათი გადაწყვეტა ძირითადად ორი მთავარი ეს არის პოლიტიკური მდგენელი და ეკონომიკური მდგენელი. ხო, პოლიტიკური მდგენელი გულისხმობს ნებელობას ჩვენ მთავრობისას, რომ ჩვენ ეს მიმართულება სტრატეგიულად ვაქციოთ და ეს გაცხადებულია დიდი ხანია, ასევე გულისხმობს მეზობელ ქვეყნებთან, რომლებიც ამ ესე ვთქვათ მიმართულებაში ჩართული არიან.
პოზიტიური თანამშრომლობის დღის წესრიგს, მათ შორის ტვირთების გადაზიდვის მონიტორინგის ერთიანი სისტემის შექმნას, პროცესების დიჯიტალიზაციას და ამავდროულად. ამის გარეშე ძალიან ძნელი იქნებოდა განყენებულად მაგალითად ეკონომიკური რენტაბელურობის საკითხის გადაჭრა, ხო? აი, დაყოვნებებით თუ გვექნება ჩვენ ყველა საზღვრის, ყველა ქვეყნის საზღვრის გადაკვეთაზე, თუნდაც საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით ეს ბუნებრივია აძვირებს ისედაც ძვირ, ესე ვთქვათ, გადაზიდვას. ამიტომ ამ მიმართულებით ჩვენ გუშინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ძალიან აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ყველა ჩართული ქვეყანა დაინტერესებულია აღნიშნული დერეფნის განვითარებით და ესე ვთქვათ პოზიტიური თანამშრომლობის დღის წესრიგი არის შექმნილი. ეს რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს. პოლიტიკური ნაწილისვე გაგრძელება არის გუშინელი მოვლენა, რომელიც როგორც მოგეხსენებათ ამერიკული ფინანსებით ფოთი სპორტის სიმძლავრეების გაზრდას გულისხმობს. ეს ორივე მომენტის შედგება აქ არის ეკონომიკურიც, ანუ ის რომ ფოთი სპორტს მომავალში, უახლოს მომავალში მეტი ტვირთის მიღება და დამუშავება და გატარება შეუძლია, რაც უეჭველად ეკონომიკურ ეფექტს მოიტანს, ასევე პოლიტიკური ძალიან კარგი გზავნილია ისე რომ ამ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია რომ თითქოს ამერიკა ან კარგავს ინტერესს ჩვენი ასე ვთქვათ ქვეყნის მიმართ და მასში ინვესტირების მიმართ, ну, ასე ვთქვათ, მივიღეთ საპირისპირო სიგნალი, რომ ამერიკა კვლავაც რჩება აქტიურ მონაწილედ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ესეთი სტრატეგიული ობიექტების მშენებლობის მიმართ. კი ბატონო, და სხვათა შორის ის რომ ფოთი სპორტის მიმართ არსებობდა მათი განსაკუთრებული მხარდაჭერა და ინტერესი ჩანდა იქიდან გამომდინარეც, რომ როდესაც ამერიკელი მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ საქართველოში სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში ბოლო ერთ წელს გულისხმობ, ისინი ფოთი სპორტსაც სტუმრობდნენ და შესაბამისად ეს საკითხები როგორც ჩანს აქტიური მოლაპარაკებისა და მუშაობის პროცესში იყო. რა გზავნილია, მაგრამ ამასვე გავაგრძელებ, რა გზავნილია ეს ფაქტორი მთლიანად ბიზნეს სექტორისთვის, გადამზიდავი კომპანიებისთვის, ლოჯისტიკაზე მომუშავე კომპანიებისთვის, საქართველოს დაკავშირებადობის ნაწილი, რომ ჩვენ ვართ დიახ დამაკავშირებელი აზიის და ევროპის და ჩვენს გარეშე ეს გზა უბრალოდ არ არსებობს, რა გზავნილია ეს დანარჩენი სამყაროსთვის? კი ბატონო, ჩვენ როგორც ვისაუბრია წარსულში ამ პროცესის ასე ვთქვათ სასრული შედეგთან მისაყვანად მთავრობას აქვს თავისი სამუშაო, საშინაო დავალება და ბიზნესს აქვს თავისი ამოცანები გადასაჭრელი. მაგრამ ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხედავდეს, რომ მთავრობა მოყვება და წინ უსწრებს კიდეც მრიგ შემთხვევაში და უზრუნველყოფს გარანტირებულად ასე ვთქვათ საქართველოს ჩართულობას ამ პროცესში, როგორც პოლიტიკურად, ისე დაკავშირებულობის თვალსაზრისით. ეს სიგნალი ბიზნესს აძლევს საშუალებას, რომ უფრო თამამად მოახდინოს ინვესტირება იმ პროექტებში, რომელიც საჭიროა ბიზნესის მხრიდან განხორციელდეს. ეს იქნება ავტოპარკების განახლება, სასაწყობი მეურნეობის გამართვა, კადრების მომზადება და მთელი რიგი საკითხები, რასაც ბიზნესი ვერ გაბედავდა, რა თქმა უნდა, თუ არ ექნებოდა ხელშესახები გარანტიები ან ასე ვთქვათ რწმენა იმისა, რომ მარტო არ არის ამ პროცესში და მთავრობაც მხარს უმაგრებს, ასე ვთქვათ და გააკეთებს ყველაფერს, რაც დამოკიდებულია მთავრობაზე. აქ ყველა შემთხვევაში უნდა მოხდეს მთავრობისა და ბიზნესის ესეთი კარგი კოლაბორაცია, სინქრონული მოქმედება მთელ რიგ საკითხებში. მთავრობას ფლაგმანის როლი აკისრია ერთმნიშვნელოვნად, მისი გაცხადებული პოლიტიკა შემდეგ აიყოლიებს, ესე ვთქვათ, ბიზნესაც და გუშინ მთელი შეხვედრა სწორედ რაღაც წინე მოდელი იყო ამისა, სადაც მთავრობამ დაადასტურა არა მხოლოდ თავისი გეგმები, არამედ რამდენადაც ეხა ფორმატი იძლეოდა შესაძლებლობას, გაწერილი გეგმა მოგვაწოდა იმისა, თუ რა ვადებში რა ღონისძიებები იგეგმებოდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, რომ სწორად ორიენტირდეს და თავისი რესურსები გადაანაწილოს ამ მიმართულებით. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ამ ჩართვისთვის, ამ საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებ და რა თქმა უნდა, კვლავაც სიამოვნებით გიმასპინძლებთ ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. მადლობა ინტერესისთვის.